ახან გადავაწყდი ერთი ძალიან ნიჭიერი კაცის სიტყვას. კაცი არის გვარად ჩხარტიშვილი, ფსევდონიმით აკუნინი. სიტყვა კი, რომელიც თავისი ქვეყნის რუსეთის დღევანდელობას ახასიათებს, ასე ჟღერს: ხრანადერა. ქართულ თარგმანში ალბათ დროის ხვრელი, დროის ხაფანგი ან დროის ორმო. აი, ჩავარდა ქვეყანა წარსულში და სადღაც მიექანება, ვეღარ ჩერდება. ფსკერი აღარ არის. ბორია ივანაშვილის რეჟიმის პირობებში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტია რუსეთისთვის, ჭეშმარიტია საქართველოსთვისაც, სამწუხაროდ. საქართველოს ბორია ივანაშვილის ხელი დროის ასეთ ხვრელში აღმოჩნდა. წარსულში ბრუნდება. წარსულში ოღონდ მართალი გითხრათ ცოტა გაურკვეველია რომელში. ფაქტია, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის ფაქტორით 90-იანები კარგახანია უკან ჩამოვიტოვეთ და მივექანებით 80-იანებისკენ, ან საერთოდ 70-იანებისკენ. 90-იანებში საქართველოს დამოუკიდებლობას ფორმალურად ყველასგან აღიარებს არაფორმალური პრობლემები ჰქონდა. ყველა ძალოვან მინისტრს პირდაპირ მოსკოვი ნიშნავდა და ფაქტიურად მძევლად ყავდა პოლიტიკური მმართველობა აყვანილი, ქართული. მაგრამ მაშინ შევარდნაძე იმდენს მაინც გურულობდა, რომ მედასავლეთე ხალხი შეევსო რაღაც სხვა უწყებები, მნიშვნელოვანი თანამდებობები. პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნაწილობრივ პარლამენტიც. მეტად თუ ნაკლებად ბალანსი არსებობდა. რუსეთი ბოლომდე ვერ ერეოდა დასავლურ გავლენას, თუმცა არც დასავლეთს ჰქონდა იმდენად მყარი საყრდენი წერტილი, რომ გადაეწყვიტა ქვეყნის ბედი საქართველოში. ჭიდილი გაგრძელდა 10 წელზე მეტხანს. შედეგი 2003 წლის ნოემბერში ვნახეთ. 2012-ში კი ვნახეთ რევანში, სრული რევანში. და მას შემდეგ ჯერ სანტიმეტრებით ვარდებოდით დროის ხვრელში, შემდეგ მეტრობით, ახლა კი უკვე აწნეულებით ვზომავთ. საკუთარი თავისთვის თუ გიკითხავთ, რა დარჩა ბორია ივანაშვილს, რომ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ფაქტიური სტატუსი აღადგინოს. რუსეთის სამხედრო ოლქის შტაბი თბილისის ცენტრში და ვარსკვლავის ფორმის გრანდიოზული ტრიბუნა საგანგებო ტუალეტით მოხუცი მოსკოველი ბელადისთვის, რომ მადლიერი ქართველი მშრომელების აღლომით დატყვეს. ეგ არის და ეგ. სხვა ყველაფერი უკვე არის. არის ერთი უზურპატორი პარტია, ერთი კაცის სრული დიქტატით, უკვე თითქმის აღარ არის ოპოზიცია, უკვე თითქმის აღარ არის დამოუკიდებელი მედია, უკვე თითქმის აღარ არის სამოქალაქო სექტორი. პოლიტიკური პატიმარი დღეს საქართველოში იმდენია, რამდენიც 30-იან წლების შემდეგ უბრალოდ არ ყოლია. არ დაიჯეროთ, რომ 1960-იან და 70-იან წლებში ამის მეათედი რაოდენობა მაინც იყო პოლიტპატიმრების. ხო, ორმო კიდევ უფრო ზრდილობიანი თარგმანია იმისა, სადაც აღმოჩნდით. ხვრელი ნამდვილად უფრო ზუსტია და არა მხოლოდ დროის. სამწუხაროდ.